ისრაელი-პალესტინას შორის სარაკეტო თავდასხმები აქტიურ ფაზაში შევიდა. ისრაელის პრეზიდენტმა სრულმასშტაბიანი ოპერაციის დაწყება დაანონსა. შიმონ პერესის თქმით, შეტევები არ დასრულდება მანამ, ვიდრე ისრაელის ტერიტორიის დააბომბვა არ შეწყდება. გაეროს გენერალურმა მდივანმა კონფლიქტის დარეგულებასთან დაკავშირებით ისრაელი-პალესტინის ლიდერებთან, ასევე ეგვიპტის პრეზიდენტსა და ამერიკის სახელმწიფო მდივანთან კონსულტაციები გამართა. ისრაელსა და ღაზის სექტორში შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება. მოძრაობა ჰამასის ბოევიკებმა თელ-ავივსა და დინოში ისრაელის ბირთვული კომპლექსის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. მოწინააღმდეგეს ვალში არც იერუსალიმი დარჩა. პალესტინელებით დასახლებულ რეგიონში მსხვერპლის რაოდენობა 70-ს გადააჭარბა. დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან. დაშავებულია ასობით ადგილობრივი განადგურდა საცხოვრებელი სახლები და შენობები. ნათესავები გარდაცვლილ ახლობლებს გლოვობენ. არ გვეშინია სახმელეთო ოპერაციის, არ გვეშინია ტანკებისა და ავიათავდასხმების. ისინი მშვიდობიან მოქალაქეებზე იერიშზე მიდიან. არ ვაპირებთ თავშესაფრებში შეძრომას, რადგან ჩვენთან ღმერთია. ანტისარაკეტო სირენების ხმა არ წყდება ისრაელში. პალესტინელების მტკიცებით ავიარეიდის დროს მეზობელ სახელმწიფოში 120-ზე მეტი შენობა დაბომბეს. ოფიციალურმა თელ-ავივმა ღაზის სექტორთან ტანკებითა და არტილერიით პოზიციების გამაგრება დაიწყო. დავინახე რაკეტის მსგავსი მოწყობილობა როგორ დაეცა ბენზინგასამარცალოს. შენობასთან ახლოს ვიდექი და ძალიან შემეშინდა. თავშესაფარში დავიმალეთ. მოგვიანებით პოლიცია მოვიდა. ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული კრიზისის ფონზე ანტიებრაული საპროტესტო აქციები გაემართა დასავლეთ სანაპიროსა და იორდანიაში. მომიტინგეებმა ისრაელის შეიარაღებული ძალების მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ გალაშქრება დაგმეს. თანამემამულეთა უფლებების დაცვა მოითხოვეს ნიუ-იორკში შეკრებილმა პალესტინელებმა. ვიმედოვნებ, პალესტინელების მიმართ საზოგადოებრივი აზრი შეიცვლება და ხალხი გაიგებს, რომ ისინი ტერორისტები არ არიან და მხოლოდ საკუთარ სიცოცხლეს იცავენ. უსამართლო სიტუაცია შეიქმნა, პალესტინელები ოკუპაციის პირობებში ცხოვრობენ, მათ არანაირი უფლებები არ აქვთ. ჰამას ყოველივე ძვირად დაუჯდება. ავიათავდასხმების ფონზე ბენიამინ ნეთანიაჰუ პალესტინას დაემუქრა. შეერთებულმა შტატებმა კი კონფლიქტის მხარეებს ზეწოლის დეესკალაციისკენ მოუწოდა და ძალადობის მსხვერპლთა გამო მწუხარება გამოთქვა. გაეროს გენერალური მდივანი უშიშროების საბჭოს კონფლიქტის ესკალაციასა და მსხვერპლის ზრდასთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდის. შეშფოთებული ვარ ღაზის სექტორში ისრაელის სამხრეთსა და დასავლეთ სანაპიროზე ძალადობის ახალი ტალღის აგორების გამო. რეგიონი კრიტიკულ მდგომარეობაშია და შესაძლოა სიტუაცია უმართავი გახდეს. სარაკეტო თავდასხმები მიუღებელია და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ღაზის სექტორში ანტიტერორისტული ოპერაცია მესამე დღეა მიმდინარეობს. ისრაელის გენშტაბმა რეგიონში სახმელეთო ოპერაცია ურღვევი კედელის გეგმა დაამტკიცა. ებრაული მხარის ინფორმაციით, სამხედროები ოპერაციის დაწყებამდე ჰამასზე ზეწოლას გაზრდიან და საჰაერო დარტყმებს უფრო ინტენსიურს გახდიან.